მასე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სიტყვიერი დაპირისპირება ზაზა პაპუაშვილსა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის მოხდა. თუმცა კამათის მიზეზი არა კანონ პროექტი, არამედ ტექნიკური დეტალი გახდა. აი არის ის, ზაზა არის ის. ზაზა არა, ისმის, მაგრამ ეთერში არის. თქვენ. მიკროფონი ჩართული. თქვენ ისე რას გეტყვით? ზაზა, თუ შეიძლება. კორექტული იყავით რა და მე თქვენთან დიალოგში არ შემოვდივარ. მიკროფონს შევთავ თუ რაღაცა სხვა მოგწევს ამის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ეს არის მოწოდება, რომ თქვენი ხმა არა, გეტყვით, თქვენი ხმა. გავიგე, ხო? გადაწყდა, მაგრამ მე კატეგორიულად ვეუბნები რა. ნუ მომართავს მიკროფონს. ელების გაშვერა ეს არ არის პარლამენტში დამკვიდრებული წესი ურთიერთობის მაგალითად. სოფლიოს როგორ ასწავლი ამ ზრდილობას გამაგებინე. კაი. ლაპასუხი გინდა მიიღო ახლა გეუბნები. და შენობით ნუ მომართავთ ძალიან გთხოვთ. ტოლი ნახე კოჭი გაა. შენობით ყოჩაღ გაჩერდით მეთქი საქმე გინეთ საქმეზე ლაპა რა არის და ის არის რეგლამენტით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენოს ბატონის წინააღმდეგ. ხლა უკვე ნუ გადადიხართ ემაზე. ნუმერევა რა მიკროფონის ჩართვა პრობლემა როცა დამთავრდა ბატონო სერგო როცა დილობაზეა ლაპარაკი მომისმინე ბატონო ზაზდა იქნებ მიკროფონი ჩართოთ შეიძლება ასე უთხრა მიკროფონი თუ შეიძლება ასე არ ლაპარაკობენ ამას გეუბნებით მეტი არაფერი ბატონო ზაზა იმ მომენტში შენობით ლაპარაკობ ერთი წუთით ლაპარაკობ გაჩერდით თქვენი ჭკუის სასწავლებელი არავის აჭის რა გაჩერდით ერთი წუთით რა ნუ მოაბეზრეთ და ნუ შეაძულეთ ხალხსავი რა ყველა შევჭამოს ჩიტი შეურავ დაწყდარდი რა არა კორექტული ხარ ზაზა კორექტული არა კორექტული ხარ ზაზა და ამას მომართო კორექტულია არა კორექტული ხარ და არ ვიცნობ ადამიანს 1000 ბოდიში ვიხდი და 1000 თქვენობის ველაპარაკე შენობით მიმართავთ და კოჭის გაგორებისკენ მოუწოდებთ ადამიანს რომელსაც არის თქვენი გამოსვლა გაიხსენეთ პროცედურის ოკლებთან დაკავშირებით ერთი წუთით თქვენ გამოსვლას დააკვირდით ბატონო თავმჯდომარემ დააკისროთ რეგლამენტით გათვალისწინებული სანქცია პარლამენტის წევრს მეორე პარლამენტის წევრის შეურაცხყოფისთვის ამას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი